კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც უკვე გითხარით, დღეს გადაცემაში სტუმრები ნაკლებად გვეყოლება, მაგრამ ჩართვებში ვისაუბრეთ იმ საინტერესო თემებზე, რომელიც იყო ალბათ აქტუალური არის დღეისათვის უпростоრედ და უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ერთის მხრივ ეს არის ჭადრაკის თემას მიმოვიხილავთ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან სალომე ელიასთან ერთად მოგესალმებათ მონტენეგროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელთა შორის გვაინტერესებს კესარი ამგელაძის წარმატებული მსვლელობა ამ ტურნირზე და ასევე უნდა გითხრათ რომ გადაცემაში ვისაუბრებთ დღეს რა თქმა უნდა თითოეულობაზე და სპორტული ინფრასტრუქტურის ზიანის თვალსაზრისით მოგეხსენებათ რომ აჭარაში მუსლიმმა ნალექმა თოვლის სახით შექმნა გარკვეული პრობლემები ქალაქში ასევე სასწავლო პროცესები შეჩერდა საჯარო სკოლებში მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა სპორტულ პროცესსაც და ვარჯიშის პროცესსაც გარკვეული ხელი შეშლა ჰქონდა მოგეხსენებათ გადაიდო დასავლეთ საქართველოში ყველა საფეხბურთო მატჩი ეროვნული ლიგის შეხვედრებინა დაწყებულიყო პირველი ტურის მატჩი მხოლოდ თბილისში ჩატარდა და გადადებულია ასევე რამდენიმე მატჩი როგორც უკვე გითხარით დაბალ ლიგებშიც ასე რომ საინტერესოა თუ როგორ აღდგება ეს პროცესი სპორტული პროცესი ვარჯიშების პროცესი და რამდენად ვთქვათ არის ამ ყველაფერში ჩართული აჭარის სპორტის დეპარტამენტი უნდა შემოგვიერთდნენ ძალიან მალე წესით სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ჩემი ინფორმაციით ირაკლი აბულაძე ჩაგვერთვება რამდენიმე წუთში აჭარის სპორტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ირაკლი თუ ყავს უკვე ხაზზე, შეგვიძლია რომ შემოვიყვანოთ ეთერში და მასთან დავიწყოთ საუბარი. ირაკლი მოგესალმები. მოგესალმებით. ჩვენი ხმა, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. თუ შეგიძლია დაახლოებით მაინც გითხრა, ვთქვათ, ზიანის შესახებ, თუ გამოიწვია გარკვეული პრობლემები სპორტულ პროცესთან დაკავშირებით, ვარჯიშის პროცესთან დაკავშირებით თითოეულობამ და ვთქვათ, თქვენი მისია რა არის ამ შემთხვევაში, ვთქვათ, კოორდინაცია რამდენად გაუწიეთ იმას, რომ პროცესი მალე აღდგენილიყო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ზიანს რაც შეეხება კონკრეტულად ანუ სპორტულ ობიექტებზე ჩვეულებრივად თავი ანუ სპორტული სასწავლებლების ადმინისტრაცია მაქსიმალურად იყო ჩართული თანმიმდევრულად სამუშაო პროცესებში სანაკრებო დონეზე ვარჯიშის პროცესი არ შეჩერებულა და დღემდე მიმდინარეობს მათ შორის ჩვენი ნაკრები გუნდები სხვადასხვა სასწავლო საწვდომო შეკრებებზე იმყოფებიან და მათი სავარჯიშო პროცესიც არ შეჩერებულა ამ ეტაპზე იმ სპორტულ დარბაზებში სადაც დროებით შეჩერებულია ფასიანი ჯგუფების სავარჯიშო პროცესი უახლოეს მომავალში ველოდებით რომ ყველგან აღდგება. ირაკლი, რომელი დარბაზებია თუ შეგიძლია გითხრა, სადაც თქვათ და ამ შემთხვევაში დეპარტამენტი რას უწევს კოორდინაციას, თქვათ ასევე ჩვენ აქ მოვისმინეთ საინფორმაციო გამოშვების დროს, რომ საჯარო სკოლებში არის შეჩერებული პროცესი, აქაც ვიცით რომ გარკვეულ საჯარო სკოლებში ასევე არის დატვირთული სპორტული თვალსაზრისით საჯარო სკოლების დარბაზები და მათთან მიმართებაში რა ხდება თუ შეგიძლია გითხრა. საჯარო სკოლებთან დაკავშირებით ამ უმწურავი პასუხი არ შემიძლია მე რომ გაგცეთ, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით უფრო ანუ სხვა უწყება იქნება კომპეტენტური რომ იპასუხოთ. რაც შეეხება სპორტულ ობიექტებს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსია, ამ ეტაპისთვის შეუჩერებლად მიმდინარეობს იმ სპორტულ ობიექტებზე სავარჯიშო პროცესი, სადაც მანამდეც არ იყო არანაირი შეფერხება. რაც შეეხება ასე ვთქვათ, არის კონკრეტული სექციები, სადაც დროებით შეჩერებულია ფასიანი ჯგუფების მიღება, ესეც არის აბსოლუტურად სპორტსმენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თუ შეგიძლია გითხრა, თქვათ, ყველაზე მეტი პრობლემა, როგორც ვიცი, შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით და ხომ არ არის, თქვათ, იგივე აი იმ სასპორტო სკოლების მხრიდან გამოყოფილი რამე ტრანსპორტი, რამაც შეიძლება უზრუნველყოს იგივე ამ სპორტსმენების, ანუ ბავშვების, ვინც არის დაკავებული სპორტით, მათი, თქვათ, გადაადგილება და შეუფერხებლად მისვლა იგივე სავარჯიშო პროცესში. ამ ეტაპისთვის შემიძლია გიპასუხოთ, რომ გადაადგილების პრობლემა არ გააჩნია არც ერთ სასპორტო სკოლას მათი სპორტსმენების მოძრაობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს თუ შეიძლება კითხავ, მე ჩვენ ვიცით რომ თქვათ რამდენიმე კერძო სპორტულ ობიექტსაც მიადგა ზარალი, ზიანი და თუ არის თქვათ თქვენი მხრიდან რაიმე დახმარებაზე ან თქვათ თუნდაც რაღაც კონსულტაციაზე საუბარი მათ მიმართ. კონსულტაციების დონეზე რა თქმა უნდა ჩართული ვართ და ჩვენ ანუ გვაქვს ეგ ინფორმაცია და
გვაქვს კომუნიკაცია ამ კერძო ობიექტების მფლობელებთან, დახმარებასთან დაკავშირებით ამას უფრო სხვა უწყებები იქნება კომპეტენტური ამ საკითხზე რომ გიპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა ირაკლი ჩართვისთვის. გასაგებია რომ თქვათ რთული ვითარება იყო, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, პროცესი არ შეჩერებულა. თქვენი პასუხი ასეთია და მადლობა ამ ჩართვისთვის, მადლობა ამ ინფორმაციისთვის. იმედია რომ რამდენიმე კვირაში სრულფასოვნად დაიწყება აბსოლუტურად ყველა სასპორტო სკოლა და ყველა შეიძლება ხელმისაწვდომობა ჰქონდეს სპორტზე, სპორტის გაკვეთილებზე, რა თქმა უნდა, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონის. მადლობა ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მე იყო ჩვენთან ჩართვაში. როგორც გითხარით, შემდეგი თემა არის ჭადრაკი და კიდევ უფრო საინტერესო ამბავი არის მონტენეგროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ოსლამელთა შორის, სადაც ჩვენი თანაქალაქელი კესარია მგელაძე გამოდის მოგეხსენებათ და კესარია ლიდერთა შორის არის, კიდევ არიან რა თქმა უნდა სპორტსმენები, მათ შესახებ, აი ამ ღონისძიების შესახებ და ტურნირის შესახებ, რომელიც უკვე მე-5 ტური თორსები დღეს უკვე მე-6 ტური უნდა გამართულიყო, სალომე მელია აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის შემოგვიერთდება ძალიან მალე და გვეტყვის ყველა იმ სიახლეს, რაც თქვა ამ ტურნირთან დაკავშირებით გვაინტერესებს, სალომე რამდენიმე წამში გვეყოლება ხაზზე, მანამდე მე კი გეტყვით რომ თქვათ მონტენეგროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება, რამდენიმე საინტერესო ფაქტი ამ ტურნირთან დაკავშირებით ის არის, რომ კესარია მე-5 ტურში ფიდე სახელით მოასპარეზე ანა ჟეროვა დაამარცხა, პირველობას ინაწილებს ის ამ წუთისთვის აზერბაიჯანელი სპორტსმენთან ერთად და საინტერესოა დღევანდელი შედეგები უკვე თუ გვაქვს ინფორმაცია, სალომესგან მივიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას აი ამ დღევანდელი სასიჯიბრო დღის შესახებ. სალომე, მოგესალმები, მადლობა რომ გვერთვები. პირველ რიგში მონტენეგროს აი მოსწავლეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გითხარი, ორი სიტყვა თუ შეგიძლია და მე უკვე ჩვენი გოგონების გამოსვლაზე ამ ტურნირზე და დღევანდელ დღის ინფორმაცია არა გვაქვს, ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტში რესურსი რომ ვნახოთ დღევანდელი შედეგები. ეხლა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს პარტიების ჩვენება, ამ ეტაპზე თამაშობენ საქართველოსთან წარმოდგენილიანი მონტენეგროში 4 სპორტსმენი, 25 თებერვალს დაიწყო ღონისძიება, 7 მარტის ჩათვლით გაიმართება და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული ფინიში ექნებათ, რადგან განსაკუთრებით ჩვენს თანაქალაქელს კესარია მგელაძეს ძალიან კარგი სტარტი აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება, პირველ ადგილს იყოფს ამ ეტაპისთვის და თითოეულ პარტიას მნიშვნელოვანი ქულა აქვს, ყაიმი იქნება თუ მოგება. რამდენად არის თქვა შესაძლებელი აქ კესარიამ გამარჯვება იზეიმოს ამ ტურნირზე, თქვა რამდენად კონკურენტუნარიანია, ნახეთ აქ ფიდეს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების შესახებ მოვიძიეთ ინფორმაცია, საკმაოდ ისეთი მაღალი კონკურენციაა, როგორც ჩანს და რა შეგვიძლია გითხრათ, თქვა სულ რამდენი ხანი გაგრძელდება და რამდენად აქვს მას შანსი, რომ პირველობა ბოლომდე შეინარჩუნოს და თქვა გადაასწროს 11 ტური არის ღონისძიებაში, დღეს არის მე-7 ტური. თვითონ განთესილი არის ტურნირში 26 ნომრად, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემო არის. თან უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კესარიას ასაკი არის 16 წლამდე და ის ამ ტურნირში მონაწილეობს 20 წლამდე გოგონათა შორის. გარდა იმისა, რომ ეს მისთვის დიდი გამოცდილება იქნება, ასევე იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს მედლისთვის ბრძოლას და ის პოზიციები, რომელიც მე-7 ტურის ჩათვლით აქვს მაქს ახლა ტურნირში, კარგი ფინიშის შემდეგ აუცილებლად მედლით უნდა დაგვირგვინდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ფინიში ყოველთვის, მით უმეტეს, როდესაც სპორტსმენები უკვე დასვენების დღის შემდეგ და ასე ვთქვათ, შუა ტურნირის შემდეგ ფიზიკურად ყველა ვერ უძლებს ბოლომდე მოგეხსენებათ, რომ გარდა იმისა, რომ თამაშობენ ჭადრაკს დაფასთან, ასევე რაც უფრო ფინიშს უახლოვდება ტურნირის სტრესიც მატულობს, ამიტომ ყველაფერს შეჯამებით ვიმედოვნებთ, რომ შეძლებს ის მოწინავე ადგილებზე გასვლას. ძალიან კარგი, სალომე, თუ შეგიძლია გითხრათ, თქვა კალენდარულ წელზე, რამე ხო არ შეცვლილა ჩვენი ბოლო სტუმრობის შემდეგ, რამე ღონისძიებები ხო არ დაგუმატებია, ვიცით რომ თქვა წელს იმდენად დატვირთული შეიძლება არ იყოს რეგიონისთვის, აჭარის რეგიონი გვაქვს ხედველობაში თქვა წელი, მაგრამ გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მაინც როგორც ვიცით.
წელს ძალიან დატვირთული წელი გვექნება, გარდა იმისა, რომელიც ღონისძიებებისა, რომელიც უკვე ცნობილი არის, აჭარაში გაიმართება 3 ტურნირი მსოფლიო 1000 ბავშვთა შორის, მსოფლიო 1000 ქალთა შორის და ევროპის გუნდური ჩემპიონატი ვაჟთა და მამაკაცთა შორის. ეს არის 3 უმსხვილესი ტურნირი ევროპისა და ფიდას კალენდარში. ასევე გვექნება საქართველოს ჩემპიონატი 8-დან 18 წლამდე მონაწილეებისათვის მაისის თვეში გაიმართება ბათუმში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ ყველა ასაკობრივ კატეგორიას ვუმასპინძლოთ და გარდა იმისა, რომ ამის ორგანიზება მოხდება ადგილზე, ჩვენ სპორტსმენებს მიეცემათ მაქსიმალურად ჩართულობის შესაძლებლობა, რომ სადონ სინჯონ თავიანთი ძალების, როგორც მოგეხსენებათ, ზოგი მედლისთვის იბრძვის, ზოგისთვის კი ოლიმპიური პრინციპით მონაწილეობაც მნიშვნელოვანია. ამიტომ მაისის შემდეგ ძალიან დატვირთული წელი გამოგვივა, რაც შეეხება ადგილობრივ რეგიონალურ ჩემპიონატებს. კენტ რიცხვებში უკვე გაიმართა აჭარის ჩემპიონატი, ლუც რიცხვებში კი ეხლა მიმდინარეობს უამინდობიდან გამომდინარე როგორც ყველა სახეობაში ჩვენც გადავდებით ცოტა ხნით ღონისძიება და ამ კვირაში უკვე დასრულდება და გვეცოდინება სრულად აჭარის ნაკრები წლევანდელი 8-დან 7-დან 18 წლამდე სპორტსმენებში თუ წლის განმავლობაში ვინ ჩაერთვება უკვე სხვადასხვა ღონისძიებებში. დიდი მადლობა. შემთხვევით ვისარგებლობთ აუცილებლად მოგილოცავ დღევანდელ დღეს, დედის დღეს და გისურვებთ წარმატებებს, ასევე აჭარის შადრაკის ფედერაციას, ქართულ მოჭადრაკე უგონებს, ყველას ერთად უსურვებთ წარმატებებს და იმედია რომ შემდეგ გადაცემაში უკვე ტრიუმფზე ვისაუბრებთ, რომელიც ექნება კესარიას ვიმედოვნებთ, აქ არ აქვს მნიშვნელობა სინჯს და მედლის რაღაცა ხარისხს, მთავარია რომ მან გააგრძელოს განვითარება და მადლობა შენ კიდევ ერთხელ ჩართვისთვის მოწოდებული ინფორმაციისთვის. აღსანიშნავია აღნიშნავ რომ კესარიამ საკმაოდ მოიმატა თავისი რეიტინგი 2200-ს გადააბიჯა, ასევე გუშინ დაუფიქსირდა ახალი ტიტული ჩვენს თანაქალაქელს მარიამ ცეცხლაძესაც, ის ფიდეს ოსტატი გახდა და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი სპორტსმენების წარმატება კიდევ და კიდევ უფრო მოიმატებს საერთაშორისო ასპარეზეც. დიდი მადლობა, სალომელია, აჭარის შადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გვერდთვებოდა და ეს არის სტუმრის ნაწილი დღეს, რაც გვინდოდა გვეთქვა, გვეჩვენებინა, მოგვეთხრა თქვენთვის. წინ გელოდებათ მიმოხილვა, რომელსაც ტრადიციულად ჩემი კოლეგა ლანა ჯაფარიძე გაგვაცნობს, თუ რა იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ქართულ და ევროპულ სპორტში გასულ უქმეებზე. ლანა, მოგესალმებით. მოგესალმებით, ბესო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს როგორც ყოველთვის გასული უქმეების ყველაზე საინტერესო სპორტულ ამბებს მოგიყვებით. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი დინამო ბათუმსა და დინამო თბილისის შორის უამინდობის გამო 1 აპრილამდე გადაიდო. ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს. ძვირფასო გულშემატკივრებო 2 მარტს ბათუმში გასამართი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი, რომელიც დინამო თბილისის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა დიდთოვლობის გამო 1 აპრილამდე გადაიდო. წერია დინამო ბათუმის განცხადებაში. მეორე ტურის შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 6 მარტს გასვლაზე გარეჯის წინააღმდეგ ჩაატარებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა. 43-5 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ბორჯღალოსნებმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 7 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოებით თავი სანდრო თოდუამ, აკაკი ტაბუცაძემ, გელა აფრასიძემ, თორნიკე კახოიძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა, გიორგი მამაიშვილმა და გიორგი კვესელაძემ გამოიჩინეს. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთს შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში პორტუგალიას აჯობა. მატჩის ჩატარების ზუსტი თარიღი კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. პირველ რიგში თამაში დადებითად შევაფასებდი, დიდი სხვაობით მოვიგეთ ნახევარფინალი, რაც დამაჯერებლობას მოგცემს ფინალისტვის. იმას აღნიშნავ, რომ ესპანეთთან ფინალი დიდი ხანია არ გვითამაშია, ან საერთოდ არ გვითამაშია, საინტერესო ფინალი იქნება. იმასაც აღნიშნავ, რომ წინა თამაშიდან განსხვავებით ესპანეთის ნაკრებმა დაიმოტეს რამოდენიმე მოთამაშე და ვთვლი რომ სანახაობრივი და კარგი ფინალი იქნება. მადლობა მინდა გადაუხადო გულშემატკივრას, რომელიც მოვიდა ჩვენ გამო და გულშემატკივრა. კარგი თამაში გამოვიდა საბოლოოდ, დაგეგმილი გქონდა რომ ლელო არ გაგვეშვა, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო წუთებზე მაინც მივიღეთ. ფინალში ჩვენთვის უნაცნობ ესპანეთს ხვდებით, ვისაც ვეთამაშეთ ჯგუფური თამაში. რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს ესპანეთმა დაამარცხა პორტუგალია. ჩვენთვის ყოველთვის რთული მეტოქე, მაგრამ ესპანეთს დაველოდებით და ვეცდებით რომ
უფრო დიდი ანგარიშით მოვუგოთ, რაც მოვუგეთ ესპანეთში, იმიტომ რომ სახლში ვთამაშობ და სახლში თამაში ყოველთვის ჩვენთვის უპირატესობა. ბათუმის ქალთა ფრენბურთის გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სეზონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ხათუნა გიორგაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეცხრე ტურის შეხვედრაში უშუალო კონკურენტი ევროპის უნივერსიტეტი 3-1 დაამარცხა. მატჩის 4-ვე სეტი დაძაბული გამოდგა ბათუმელებმა მეტოქეზე უკეთ ითამაშეს და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. ამრიგად 9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმის ქალთა ფრენბურთის გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. 24 ქულით და უახლოეს მდებარ ევროპის უნივერსიტეტს 3 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ბათუმი 15 მარტს ქუთაისთან გამართავს. საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება საქართველოს სპორტის მინისტრმა მიულოცა. შეხვედრაზე საქართველოში მშვილდოსნობის განვითარების შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში გამართულ მშვილდოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 21 წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გვანცა არჩვაძის, ნია გათენაძისა და ანა ბოლოკაძის შემადგენლობით ბრინჯაოს medali მოიპოვა. ეს ნაკრების მიერ კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული პირველი medaliა. ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქალთა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვეთ. საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იყო, თუმცა მაინც შევწელით ამ ისტორიული წარმატების მიღწევა. ეს არის მართლა კარგი შედეგი, ჩვენ ყოველთვის ყავდა წარმატებული კარგი მშვილდოსნები და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ახალგაზრდა მშვილდოსნები, რომლებმაც ამ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი კარგი შედეგი და ისტორიული შედეგით გვასახელეს, მომავალში უფრო კარგი შედეგი დაუბრუნდებიან საქართველოს და გაახარებენ ქართულ გულშემატკივარს. სამინისტრომ ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა ფედერაციის მიმართ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის, არამედ მთელი ამ ციკლის დაგეგმვაში მხარში გვიდგანა ინვენტარის შეძენით, შეკრებების გავლით, ტურნირების დაგეგმითა და ტურნირებში მონაწილეობით და ასე შემდეგ. ეს გოგონები ძალიან ახალგაზრდები არიან. მე ვარაუდობ, რომ შეიძლება ერთი ან ორი მათგანი ოლიმპიადაზეც კი მოხდეს მომავალში. უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გამართულ ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოქროს მედლის მფლობელები ზედიზედ მეორედ გახდნენ. საქართველოს წარმომადგენლებმა ორი პროგრამის ჯამში 191.01 ქულა დააგროვეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ერთეულთა შორის ინგა გურგენიძე მიასპარეზა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა. ისტორიაში პირველად გუდაურმა სკი კროსში მსოფლიო თასის მეორე ეტაპს უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებისთვის საქართველოში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი იმყოფებოდა. ქალთა შორის ტურნირის გამარჯვებული იტალიელი ჯოლე გალი გახდა, ხოლო მამაკაცთა შორის ჩემპიონობა კანადელმა კრის ჰოუდენმა იზეიმა. აქვე გეტყვით, რომ 7-9 მარტს გუდაურში მსოფლიო თასის მესამე ეტაპი უკვე სნოუბორდ კროსში გაიმართება. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, სიმართლე გითხრათ, ამ გამარჯვებას ველოდი. თითქმის ყველაფრის გაკეთება ისე მოვახერხე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და ჩემპიონით გავხდი. რაც შეეხება გუდაურს, აქაურობა ძალიან ლამაზია, ისევე როგორც საქართველოს სხვა ადგილები. გუდაურში აქამდეც ყოფილ ვარ და მიხარია, რომ ისევ დავბრუნდი. დღეს გავიმარჯვე, რითაც ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. მინდა ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო, აქ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა. უმაღლესი შეფასება მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციიდან, რითიც ძალიან მოხარულები ვართ. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო MTA-დან, კონკრეტულად ჩვენი კომპანიიდან, რითთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ თანამშრომელს. რა თქმა უნდა, ამ შეჯიბრმა მილიონობით მაყურებელი ყავდა პირდაპირ ეთერით და გაზარდა რა თქმა უნდა როგორც ქვეყნის ცნობადობა, ისე კონკრეტულად გუდაურის ამ კურორტის ცნობადობა.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართველ პარამოფარიკავეებს შეხვდა და სან-პაულოს მსოფლიოს თასზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა 6 медали მოიპოვეს, რაც მსოფლიოს თასზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ისტორიული შედეგია. მსოფლიოს თასზე ხმლით პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს. გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ხოლო რაპირით ასპარეზობაში გვანცა ზადიშვილმა და ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ნინა თიბილაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. აქვე გეტყვით, რომ მიღწეული წარმატების აღსანიშნავად სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს ეროვნული ნაკრების მაისურს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა. მინდა ჩვენი სპორტის სამინისტროს სახელით მიულოცო გოგონებს ეს ისტორიული წარმატება. ეს წლევანდელ წელს პირველი ღონისძიება და დასაწყისი ამ დიდი წარმატების. ჩვენ სპორტის სამინისტრო გვერდში ვდგევართ მათ და გავაგრძელებთ ამ გვერდში დგომას. ისტორიული შედეგით ჩამოვედით 6 медали, ხმლით ასპარეზობაში 2 ოქრო, 1 ვერცხლი, რაპირით ასპარეზობაში 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. და ეს იყო რაღაცნაირად მოსაოდნელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წავედით ძალიან კარგი შემართებით, თუმცა შემდეგი შეჯიბრისთვის ალბათ უფრო მეც მოვინდობებთ. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემ და გვანცა შემთხვევაში გაიმართა ქართული ფინალი და სამივე ვართ ძალიან გახარებულები, რადგან ორივე სახეობაში ხმაშიც და რაპირაშიც მოვიპოვეთ მედლები. ასპარეზზე ორ სახეობაში ეს გახат ხმალი და რაპირა და მოვიპოვე 2 ვერცხლის მედალი, რასაც ძალიან მოხარული ვარ და მინდა წარმატება უსურვო ჩემს გუნდს და კიდევ უფრო მაღალი და მაღალი სინჯის მედლები მოვუტანო ჩვენს ქვეყანას. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ მატჩში გამართა და ამჯერად 12-27 დამარცხდა. თბილისში ლელო არენაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს საერთო ჯამში 2 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოებით თავი შოთა ხელაძემ და ანდრო დვალმა გამოიჩინეს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 23 თებერვალს გაიმართა და სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით 38-29 დასრულდა. ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.